Codex Macro, Air აგენტების მართვის პულტი. OpenM პატარა უცნაური, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი მოწყობილობა შექმნა. არა ახალი ტელეფონი. არა სახლის რობოტი. არა სათვალე. პატარა ფიზიკური კონტროლერი Codex-ისთვის. მას Codex Macro ჰქვია. OpenAI Supply Co-ის გვერდზე ეს მოწყობილობა აღწერილია როგორც Command Center Agentic Work-ისთვის. ის WorkLaurer-თან ერთად შეიქმნა, ღირს $230 და ამ მომენტში out of stock არის. პირველი შეხედვით ეს უბრალოდ ლამაზი მინი კლავიატურაა განათებით. მაგრამ იდეა უფრო ღრმაა. Codex Macro ჩვეულებრივ კლავიატურას არ ცვლის. ეს არ არის QWERTY. ეს არის ცალკე მართვის ზედაპირი Air აგენტებთან სამუშაოდ. ლოგიკა ასეთია, შეიძლება რამდენიმე აქტიური Codex ჩატი გქონდეს. ერთი აგენტი კოდს წერს. მეორე ბაგს ამოწმებს. მესამე შენს დადასტურებას ელოდება. მეოთხემ უკვე დაასრულა დავალება. ჩვეულებრივ ეს ყველაფერი ინტერფეისში იმალება. Codex Macro ამ პროცესს ფიზიკურ სამყაროში გამოაქვს. 6 agent key აგენტების სტატუს ფერით აჩვენებს. Idle, thinking, complete, requires input, error and no assigned chat. ანუ ფანჯრებს შორის გადართვა აღარ გჭირდება, რომ გაიგო რა ხდება. სამუშაოს მდგომარეობა პირდაპირ თითების ქვეშ გაქვს. Command keys ახლოს ტოვებს ხშირ მოქმედებებს. Approve, decline, push to talk, send message, continue in a new chat და fast mode. Joystick შეიძლება მოქმედებებს სადაც skills-ზე მიაბა. Dial key composer navigations, reasoning levels, scrollings and custom actions smart-house. აი აქ იწყება ყველაზე საინტერესო ნაწილი. როცა OpenAI ასეთ მოწყობილობას აკეთებს, ის ფაქტობრივად ერთ რამეს აღიარებს. Agentic Work უკვე ზედმეტად რთული ხდება ერთი ჩვეულებრივი ჩატის ფანჯრისთვის. ადამიანს მხოლოდ ჩატი აღარ ყოფნის. მას სჭირდება პულტი. ფიზიკური სტატუსები. ღილაკი, რომელიც გეუბნება, ეს აგენტი ფიქრობს, ეს ელოდება, აქ შეცდომა, აქ შედეგის დამტკიცება შეიძლება. ეს მახსენებს ვიდეო მონტაჟის კონტროლერებს, მაგალითად DaVinci Resolve Speed Editors, იქ ფიზიკური ბორბალი მონტაჟორს timeline-ის ხელით დაჭერის საშუალებას აძლევს. აქ კი ფიზიკური ღილაკები developers agent workflow-ის დაჭერაში ეხმარება. ჩემთვის Codex Macro საინტერესო არ არის მხოლოდ როგორც $230 გაჯეტი. ის საინტერესოა როგორც სიგნალი. ტექსტური ფანჯრიდან გამოდის და საკუთარი მართვის მექანიკას ითხოვს. ჯერ მოდელს ველაპარაკებოდით. შემდეგ დავალებებს აგენტებს ვაძლევდით. ახლა ჩნდება შემდეგი შრე, ფიზიკური ინტერფეისი რამდენიმე აგენტის ერთდროულად სამართავად. შეიძლება რამდენიმე წელიწადში კითხვა აღარ იქნება, როგორი კლავიატურა გაქვს. კითხვა იქნება, როგორი ინტელექტის მართვის პულტი გაქვს.